კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმობებს 4-ზე მე ქეთი მავრიკიშვილი ვარ. ოპოზიციის ლობისტი ევროდეპუტატის საღიარება რასა იუკნევიჩენემ უკვე ღიად განაცხადა, რომ 2022 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ განიხილავდა და ამის პოლიტიკური ნება მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. ამ განცხადებით ევროდეპუტატმა დაადასტურა ის, რის შესახებაც ქართული ოცნება 2022 წლიდან საუბრობდა. სახელმწიფო გუნდი სვამს კითხავს, რა კავშირშია ომი მშვიდობისთვის შექმნილ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს ასრულებდა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმებს ატარებდა. აქედან გამომდინარე მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის წევრობა რეალურად კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად სჭირდებოდათ. სამწუხაროდ ახლა საქართველო ვერ ახერხებს გამოიყენოს მომენტი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართო მასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო, ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვასთვის, საქართველოსთვის და ასევე დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის მე ვიტყოდი ქართული ოცნების ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არამხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი არის არა დემოკრატიული პრინციპები და სტანდარტი, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიუღებელი და ფაქტობრივად წარმოადგენს სწორედ ომის ტირაჟირებასა და პროპაგანდას, რაც მიუღებელი არის ნებისმიერი ადამიანისთვის. უბრალოდ ესეთი განცხადებებით კიდევ ერთხელ იგებს ჩვენი საზოგადოება იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ არაერთხელ საუბრობდით საზოგადოების წინაშე, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არიან ის რადიკალური ჯგუფები და ევრობიუროკრატები, რომლებმაც უყალათ ეს ევროპულ ღირებულებებს, რაც არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მომავალში იმედი მოქს რომ გამოსწორდება. ესე იგი, რა თქვა, რომ 2022-მდე, სადაც აქ ჩვენ რო რეფორმებს ვატარებდით ევროკავშირის მიმართულებით, აქ რო ჩამოდიოდნენ, მადლობებს გვიხდიდნენ ერთ-ერთი ლიდერები რო ვიყავით, თურმე აღმოჩნდა, რომ ესო ბლეფი იყო. არც არავინ გეგმავდითო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოებას. ესო 2022-შიო, რო დავინახეთო, რომ იქო უკრაინამ ომი დაიწყო და რაღაცა, ვინც ომობსო, იმას ესე იგი დავასაჩუქრებთო. თავარი სკანდალური განცხადება რა იყო, რომ 2022-მდე თურმე არავინ განიხილავდა. სერიოზულად არც არავინ ფიქრობდა ევროკავშირში საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის გაწევრიანებას და ჩვენ აქ ვამუშავებდნენ. ამიტომ მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები უნდა დაისვას ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ. 2022 წლის შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთს შორის ომი დაიწყო, თავიდან ბოლომდე ის პოლიტიკა, რა ეროვნული პოლიტიკაც საქართველომ გაატარა, ის რომ არ მივერთით სანქციებს ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში და არ მოვახდინეთ ესე ვთქვათ ეკონომიკური ბლოკადა ჩვენი ქვეყნის და ზოგადად პირდაპირ მნიშვნელობით როგორც მოგვიწოდებდნენ, რომ ომში ჩართულიყავი და არ ჩავერთეთ ომში, ზუსტად ეს არის მათი გამოხმაურება, წლებია ჩვენი ეზგმის და ზუსტად ეს არის სამაგიეროს გადახდა, რასაც აკეთებს დღევანდელი ბრიუსელი. ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩენეს მიერ მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. ანგარიშის ავტორი სამი წამყვანი ქართული ტელეკომპანიის პოზიტივის იმედისა და რუსთავის დასანქციელებას ითხოვს. პარალელურად კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარების ჯგუფმა, მათ შორის ქრისტოფ ბრეიზამ და მარკეტა გრეგოროვამ შეხვედრა გამართეს ტევ-პირველისა და ფორმულას წარმომადგენლებთან. რასა იუკნევიჩენეს რეზოლუცია თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მორიგ მცდელობად ფასდება. სახელმწიფო გუნდში ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ პროცესი არაფორმალური ძალების მიერ იმართება და ევრობიუროკრატიის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. რასა კომუნისტკაც მიერ შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ უნდა იმსჯელო. ქალი არსებობს იმისთვის, ქალბატონი, რომ აშაოს საქართველო, ქართველი ხალხი. მე მგონი ამისთვის მისცეს ეს მანდატი. რამე ღირებული ერთი შეისწავლეთ, აბა, რა ისა კომუნისტკას და რატო ეძახეთ ხო იცი კომუნისტკას? პერესტროიკის დროს გორბაჩოვთან თანამშრომლობდა, რომ უკეთესი საბჭოთა კავშირი გაეხადათ. აი ეს ქალი ჩვენ მორალს გვიკითხავს და დემოკრატიაზე შემდეგ რაღაც ნოტაციებს კითხულობს. აი ესეთი უსამართლო
ევროკავშირთან გვაქვს ჩვენ საქმე. გებილსისეული მაგალითები კარგად არის გამოყენებული სამწუხაროდ ევროკავშირში და მის არარჩეულ ბიუროკრატიაში. პროპაგანდის მთავარი წესია, რომ არც უნდა არსებობდეს რაღაც კვლევა, რომელსაც შემდეგ გააზიარებს ან საფუძვლად მოიხმობს არაერთი პირი, ზუსტად იგივე იყო კამიტის ორდღიან სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფუშა და აბსოლუტური სიცრუე რომ არის დადასტურდა არაერთხელ, ზუსტად იგივე ამ ანგარიში მოყვანილი სხვადასხვა საკითხებით, რომელიც მიზანი მთავარია, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხსოს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ზუსტად დემოკრატიული უკუსლვა და თავდასხმა დემოკრატიის მთავარ საფუძველზე, რომელსაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია. ევროპარლამენტის რეზოლუციები ტრადიციულად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან დამყარებული ტყუილ ნარატივზე არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ დღენიადად გვაკვირდებით მცდელობას თავდასხმისა ჩვენს ქვეყანაზე ევროპარლამენტიდან იმ ოდიოზური ავტორებისგან, რომლებიც გამორიჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან სამწუხაროდ არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ. კვლავ მცდელობა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ხელწერა ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებისა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი არც არსებითი, არც ელემენტარული მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის არ გააჩნია. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალი წევრები შეზღუდული უფლებით ისარგებლებენ, მათ შორის არ ექნებათ ვეტოს უფლება. პარტიაში ამბობენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ახალი წევრების სუვერენიტეტს შეზღუდავს და განსხვავებული აზრის განეიტრალებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების დამორჩილებაზე ორიენტირებული. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ოპოზიციური პარტია დებატების გამართვის მოთხოვნას აყენებს. ჩვენ ქვეყანას მოუწევს დანერგოს და აღასრულოს ნებისმიერი გიჟური ახირება, რაც დაიგეგმება ბრიუსელში და ვიცით ხო რა არის ძირითადი დღის წესრიგი, ეს არის LGBT იდეოლოგია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისები და პრობლემები და ყველაზე მთავარი და ხელშესახები ეს არის საომარი რიტორიკა დაპირისპირება რუსეთთან. ის რასაც არაწევრ სახელმწიფოს საქართველოს თხოვდნენ აქამდე და თუ თხოვდნენ არამედ რევოლუციური პროცესებით და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებით აშანტაჟებდნენ ჩვენ ქვეყანას. ახლა უკვე ესე ვთქვათ თავს იზღვევენ იმისგან, რომ მომავალ წევრ ქვეყნებს, ჰიპოთეტურად წევრ ქვეყნებს შეუზღუდონ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ქონის უფლებაც კი. ჩვენ მხარეს არის მხოლოდ ციფრები, ფაქტები, კონკრეტული არგუმენტები, ის სტატისტიკური მონაცემები და აღწერა იმ რეალობის და ვითარების, რაც ევროკავშირშია და შესაბამისად ასეთ ევროკავშირში, ანუ ახალ საბჭოთა კავშირში დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესი ნამდვილად ვერ იქნება. ვერც ერთ ქვეყანას ახალ მიღებული იქნება თუ ძველი ქვეყნების კი, რომლებიც ლიდერ სახელმწიფოებს არ განეკუთვნებიან, არ ექნებათ საშუალება თავის ინტერესებიდან გამომდინარე იფიქრონ, გაანალიზონ, ან იმოქმედონ ისე როგორც მათ მიაჩნიათ მართებულად. ევროკავშირმა ფაქტურად დაკარგა ყველა ის მნიშვნელოვანი თქვათ რაღაც ხაზი, რაც გამოც ადამიანებს ჰქონდათ სურვილი ევროკავშირში გაერთიანების და აქედან გამომდინარე ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ევროილუზია საბოლოოდ დამთავრდეს. და ის დაპირება, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება ევრობიუროკრატიის გამოცვლა, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა ევროკავშირი ვიხილოთ, არის აბსოლუტური ფარსი და ჩვენ აქედან გამომდინარე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ რა უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ევროკავშირში გაწერილი შემთხვევაში მონური ცხოვრება თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაგრძელება, საკუთარი პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება და ეკონომიკის თუ უსაფრთხოების განვითარება, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭირო. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას პარტია მემარცხენე ალიანსში ეხმაურებიან. რატომ არ გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსთან? პარტიაში ბრიუსელიდან მომდინარე შანტაჟზე საუბრობენ. სოსო შატბერაშვილის განცხადებით საქართველოს ევროკავშირისთვის მისაღები იქნებოდა თუ ქვეყანა რუსეთთან სამხედრო ან ეკონომიკურ დაპირისპირებაში შევიდა და აღიარებდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას და გააუქმებდა ეროვნული მნიშვნელობის კანონებს, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვას და უცხოეთიდან შემოსული ფინანსების
გამჭვირვალობას გულისხმობს. ეს ნაბიჯები მისაღები იქნებოდა ბრიუსელისთვის, თუმცა საქართველოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა, ამბობენ მემარცხენე ალიანსში და განმარტავენ, რომ ევროკავშირი ახალ წევრებს მხოლოდ მეორეხარისხოვან ერებად მიიჩნევს, საქართველო კი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის ხარჯზე არცერთ გაერთიანებაში არ უნდა გაწევრიანდეს. რას გვთავაზობენ ევროპელები? თუ როდესმე მოხდა საქართველოს გაწევრიანება, ჩვენ არ უნდა გქონდეს ხმის უფლება, ჩვენ არ უნდა გქონდეს განხილვის უფლება და რით არის ეს საბჭოთა კავშირზე უკეთესი გაერთიანება? გვინდა კი ასეთ ევროკავშირში გაერთიანება ქვეყნის დანგრევა, აოხრების, ეკონომიკური კოლაფსის და ეროვნული ცნობიერების დეგრადაციის ფასად. ჩვენ ხომ ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება გვსურს ჩვენი ერის კეთილდღეობის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, სულიერი და მატერიალური მდგომარეობის და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით. სიცრუე და ქვეყნის ეკონომიკური მიღწევების დაკნინების მცდელობა. ასე აფასებს მმართველი გუნდი ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებას, თითქოს საქართველოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატ და წევრ სახელმწიფოებს შორის. ეს კი იმ ფონზე, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური პარამეტრებით ევროკავშირის რამდენიმე და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ასე ნაზილდება. საქართველოს $11,570, მოლდოვა $9,350, უკრაინა 6,980. ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებით, მაშინ როდესაც საქმე საქართველოს წარმატებას ეხება, ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის კვლევებს უგულებელყოფს და პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს. ყველაზე ღარიბი ქვეყანაა დღეს ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ყველაზე ღატაკი ქვეყანა. ესე არის სტატისტიკაში. სალომე ჩამორჩი ეთყობა არ გეცალა პოლიტიკისთვის და უყურე კანდიდატ სახელმწიფოებს შორის რაც ჩამოთვალე საქართველოს GDP ერთ სულ მოსახლეზე $10,000-ზე მაღლა აქვს. სავალუტო ფონდის სტატისტიკა ეს. უკრაინას გაცილებით ნაკლები აქვს დაახლოებით $6,000-7,000 ფარგლებში, თუ აქვს. მოლდავეთს კიდევ უფრო ნაკლები. ასე რომ ეხლა თავიდან წაიკითხე ეს ყველაფერი და თავიდან სადე რაღაც სერიოზული განცხადება გააკეთო. მცდელობა ქონდა და მცდელობა აქვს რომ გააშალონ ჩვენი ქვეყანა, დააკნინონ ჩვენი ქვეყანა. ის მიღწევები რაც საქართველოს აქვს. მათი ძლიერი მხარე ციფრები და სტატისტიკა ნამდვილად არ არის. ერთი არის ფაქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს წინ უსწრებს ეკონომიკური მაჩვენებლების დისკუტით იქნება თუ მთლიანი შიდა პროდუქტი თუ ერთ სულ მოსახლეზე ამ პროდუქტის განაწილებით, ყველა ქვეყანას, კანდიდატ ქვეყანას იქნება ეს მოლდოვა თუ უკრაინა და ამავდროულად კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კოლექტიური განსაზღვრავებისთვის არსებობს პარალელური სამყარო, სადაც აღქმებით ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ქულების დაწერას. სამადაშვილის მიერ დეзинფორმაციის გავრცელებაც არ არის პირველი და ალბათ უკანასკნელი მოვლენა ჩვენს რეალობაში. სინამდვილეში ღირებულებითი სიღარიბე გააჩნია ამ ადამიანს, რაც შეეხება იმ ეკონომიკურ წარმატებას, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის თვალნათლივ დანახული უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკისა არათუ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტზე. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულმა კიდევ 13-მა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. კახაბელ კვაჭანტირაძე, გია და მიხეილ თოლორაიები, გიორგი ტალახაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორზეია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი და სიმონ მახარაძე დანაშაულს ინანიებენ და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ეთხოვენ. მათ მიმართებს პროკურატურა ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. პროცესი დღევანდელი გადაიდო იმის გამო, რომ ბრალდებულებს მიმართული აქვთ განცხადებით პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. გვექნება პოზიციები შეთანხმებული უკვე ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის, ბრალსა და სასჯელთან დაკავშირებით თითოეული პიროვნების, თითოეული ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით. პირობების ჩამოყალიბება მივალდოთ ბრალდების მხარეს. მათ მიერ იქნა ჩამოყალიბებული და შესაბამისად ჩვენი პოზიციაც თანხმდრაში იქნება. 13 ბრალდებულს მომართული აქვს ჩვენთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. ეს
დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო პროცესზეც. ჩვენ განვიხილავთ ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, და ბრალის ხარისხის მიხედვით მიიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვართ მოლაპარაკების ეტაპზე. ბრალის ხარისხი უნდა შევაფასოთ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, ასევე მათი პასუხისმგებლობა, ასევე მათი ნასამართლობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმჯერებთ ზოგიერთი მათგანი დაცვის თანამშრომელს ურთმავს ხელს, ზოგიერთი მათგანი პოლიციას ურთმავს ხელს, ზოგიერთი იჭრება ეზოში და ასე შემდეგ. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს და ხოშტარიას ადვოკატს შოთა თუთბერისეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს. პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შესახლებამდე. ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, მსჯავრდებული სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. პენიტენციური სამსახურში განმარტავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრისა და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ხერხემლის და ზურგის ტვინის MRT კვლევა. მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა მიმდინარე წლის 5 ივნისს. გაიცა რეკომენდაციები და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით. ელენე ხოშტარია ნომერ მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით. ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვის დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა. მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ხერხემლის და ზურგის ტვინის MRT კვლევა. მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს. გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად. ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით. მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს. მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით. პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს. მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოქვეყნდა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემურ ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ 3 ქვეყანა მოხვდა: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ანგარიშის მიხედვით საუკეთესო 25 ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. კვლევის თანახმად 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც შეეხება საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება. ინდექსი 4 ფაქტორით ფასდება: მოსახლეობის არასაკმარისი კვება, წონის კლება ბავშვებში, ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა. ევროკომისიამ გამოაქვეყნა გლობალური შიმშილის ინდექსი, ანგარიში და წარმოადგენს პრობლემური ქვეყნები 98 ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ეს საკითხი მოსახლეობის შიმშილობა არის პრობლემა. ევროპის მასშტაბით მხოლოდ 3 ქვეყანა მოხვდა პრობლემურ ქვეყნებს შორის, ესა უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით საქართველო 25 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სადაც ყველაზე უკეთესად არის გადაწყვეტილი ეს საკითხი და არის ყველაზე დაბალი დონე პრობლემისა. 100%-იანი შეფასებით საქართველო მიიღო 5%-ზე ნაკლები, რაც საუკეთესო შეფასებად ითვლება და საქართველო აგრძელებს განვითარებას, სიღარიბის შემცირებას, საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ჯოანა ბარტონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს უგზავნილ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხებში. აღნიშნა, რომ დღეს მდგომარეობით 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით. საგარეო უწყებისთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ კონტექსტში შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემი სილვარის დასანქციების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების გამტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას. გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი манипуლაციური ქმედებები, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის სილვარ IMO9291262 დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების გამტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არც ერთი საერთაშორისო სანქცია. იგი ფლობდა ლოიდ რეჯისტერის გაერთიანებული სამეფოს მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას, სკაგენი, ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთს და სხვა. ამასთან საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან. პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობები და ორი ქვეყნის ისტორიული მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს. აღნიშნა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სამომავლო კავშირების განვითარების პერსპექტივები. სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ. უმაღლესი რანგის სტუმრებმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. სტუმრებს ალავერდის მიტროპოლიტმა აბა დავით მახარაძემ გაუწია მეგზურობა. აღნიშნა ორ მეგობარ ერებს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით ან უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტები და პირველი ლედები ასევე ეწვივნენ ბადაგონის ღვინის საწარმოს, სადაც ალექსანდრ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა. დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციების მე-13 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სახალხო დამცველმა და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ. კონფერენცია ორდღიურია და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეს არის უნიკალური პლატფორმა
შესაძლებლობა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, გაზიარების გზით ჩვენ დავსახოთ ერთობლივი სტრატეგიები, ჩვენ დავსახოთ ერთობლივი პერსპექტივები, რათა ეფექტიანად მართოთ ის თანამედროვე გამოწვევები, რომელიც დღეს არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ გლობალური სამყაროს წინაშე დგას. საარჩევნო პროცესისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი იყოს შემუშავებული ისეთი მექანიზმები, რომელიც პრევენციულად საზოგადოებას აარიდებს თავს დეზინფორმაციის შედეგად მიღებულ ზიანს, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მთლიან საარჩევნო პროცესს. ხაზგასასმელია და ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე მე-13-ად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აქვს შესაძლებლობა გაცვალონ ინფორმაცია, გაცვალონ თავიანთი გამოცდილება. დღევანდელი და ამ წლის შეკრების მთავარი მიზანი ის არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც არის თანამედროვე სამყაროს გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია არის და მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანის უფლებებიც ამ კონფერენციის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ამიტომ ვესწრები მე და სწორედ ჩემს სიტყვაში ამას გავუსვი ხაზი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კანადაში დაფუძნებულ ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. კიუმაღნიშნული კვლევითი ცენტრის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. პარტნიორობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გააფართოებს. შეთანხმების მიხედვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელი და ლოგო ფილდსის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე საინფორმაციო ბიულეტენებსა და ყოველწლიურ ანგარიშებში განთავსდება, რაც კიუს ცნობადობის გაზრდა და მისი სამეცნიერო აკადემიური შესაძლებლობების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე აფილირებულ პირს წარმოადგენს აღნიშნულ ინსტიტუტთან და ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის რეგიონში, რომელმაც სწორედ აფილირების სტატუსი მოიპოვა. აღნიშნული შეთანხმების შედეგად იხსნება შესაძლებლობების დიდი ფანჯარა, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ისე ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის. ფილდსის ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გავაღრმავოთ სამეცნიერო კავშირები გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებსა და ფილდსის ინსტიტუტთან აფილირებულ უნივერსიტეტების მეცნიერებს შორის. და ბოლოს საქველმოქმედო განცხადება 5 წლის მილა ჯანელიძე საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი აქვს. მკურნალობა სტამბოლში გადის, სადაც ტვინის ნათხემის ანთება დაუდგინეს. პატარა მილა დაუყოვნებლივ და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ. Asta qabala informatsiya 4 minut გამშვიდობებით დაელოდეთ დღის თავის ახლების შესახებ ანაშორდე პროფესორად მოგიყვება წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე რომ არ გადართოთ.